მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს, მივესალმები ლევანს, რა თქმა უნდა, მივესალმები ყველა პოლიტიკურ პატიმარს, მივესალმები ნომერ პირველ პოლიტიკურ პატიმარს მიხეილ სააკაშვილს და ყველა იმ თავდადებულ ახალგაზრდას, იმ თავგანწირულ ახალგაზრდას, რომელიც დღეს საპატიმროშია გამოკეტილი, რუსულ საპყრობილეშია გამოკეტილი და ასევე ყველა პოლიტიკოს, რომელიც დღეს საპყრობილეშია გამოკეტილი ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიერ. რა თქმა უნდა, მე მათ იმ ადამიანებს, ვისი განცხადება ჩვენ გუშინ მოვისმინეთ და ეს იყო მართლა ამაღელვებელი და მართლა საკუთარი თავი ამევსო იმ სიამაყით, რაც დავინახე მე ამ ადამიანების განცხადებაში, მათ ნამდვილად ვერ უწოდებ მე ვერც გადამდგარ ოფიცრებს, ვერც ყოფილ ოფიცრებს, ისინი არიან საქართველოს წინაშე დამსახურებული ჯარისკაცები, რომლებიც დღეს იძულებით ემიგრაციაში იმყოფებიან, ძალიან ბევრი ადამიანი პირდაპირ მნიშვნელობით გაუშვეს სამსახურიდან, გააგდეს იმის გამო, რომ ისინი იყვნენ პატრიოტები და მათ მოუწიათ საკუთარი ოჯახის რჩენის გამო, მათ მოუწიათ იძულებით ემიგრაციაში წასვლა. ისინი არიან დამსახურებული ქვეყნის ჯარისკაცები, რომელთა სიტყვასაც მე ვიცი, რომ ფასი აქვს და ტყუილად არ გაკეთებულა ის განცხადებები. ჩვენ ვისმენდით როგორც სამხედრო მიმართულებით, ისე პოლიციის მიმართულებით განცხადებებს ადამიანების მხრიდან, რომლებსაც აქვთ საკმაო ავტორიტეტი, საკმაო დამსახურება და ძალიან ბევრი მათი პირადი მეგობარი, მათი თანამებრძოლი, მათი, ავით, წლების განმავლობაში ადამიანებთან ერთად რომ ქვეყანას იცავდნენ, ქვეყანას და სხვა საოკუპაციო ხაზზე იქნებოდა ეს თუ 2008 წლის ომი იქნებოდა თუ აფხაზეთის ომი იქნებოდა, აი მაშინ რუსული აგრესია, ყველა იმ რუსული აგრესიის დროს, აი ამ ძალიან ბევრ ეხლა დღეს აქ ძალოვან სტრუქტურაში მყოფ ადამიანებთან ერთად იცავდნენ საკუთარ სამშობლოს და ამ ადამიანების სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს განცხადება აქ რომელიც გაკეთდა შაიშმელაშვილის მხრიდან და იქ ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი იდგა, ვფიქრობ რომ აუცილებლად შედეგს გამოიღებს და ისინი არ მოუწოდებენ არაფერს უკანონოს, არ მოუწოდებენ არაფერს ისეთს, რომლითაც შეიძლება ვინმე საკუთარ თავზე რამე შეურაცხყოფა მიიღოს. პირიქით, ისინი მოუწოდებენ რომ არ შეასრულონ უკანონო დავალება, არ შეასრულონ უკანონო დავალება და შეასრულონ კანონი. კანონი ითვალისწინებს სწორედ იმას, რომ არ უნდა გამოიყენო მაგალითად მომიტინგეზე ადამიანზე, ვინც აპროტესტებს ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის, მასზე არ უნდა გამოიყენო გადამეტებული ძალა. არ უნდა დაასახიჯრო ის ადამიანი იმისთვის, რომ ის ქართულ დროშას აფრიალებს. ჩვენ ესეთი ფაქტები სამწუხაროდ ვნახეთ და მაგალითად ვნახეთ თუნდაც ლევან ხაბეიშვილის მიმართ და 300-ზე მეტი ადამიანის მიმართ, რომელიც დაასისხლიანეს. ფაქტობრივად არ იცოდნენ ისინი ცოცხლები გადარჩებოდნენ თუ არ გადარჩებოდნენ. სიცოცხლისთვის, სიკვდილისთვის გაიმეტეს ფაქტობრივად ეს ადამიანები და ამიტომ მნიშვნელოვანია ეხლა რომ ის მოწოდება და არა მარტო ის მოწოდება, რომელიც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, ხო, ძალიან ბევრი დარწმუნებული ვარ რომ საკუთარი ოჯახის წევრები მოუწოდებენ. უკვე ძალიან ბევრი გდდ-ს თანამშრომელი იქნება, პოლიციელი იქნება, სხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი იქნება, დარწმუნებული ვარ რომ საკუთარი შვილები მოუწოდებენ და საკუთარი ოჯახის წევრები მოუწოდებენ, რომ 4 ოქტომბერს არ გამოიყენონ მათის გადამეტებული ძალა და უდანაშაულო ადამიანები არ დაასახიჯრონ. იქ არავინ არ აპირებს არეულობას. 4 ოქტომბერი იქნება სწორედაც მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც მშვიდობიანი პროტესტის დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დაასრულებს ივანიშვილის რუსული რეჟიმის მმართველობას. 4 ბოდიშით დავამთავრებ 4 ოქტომბერზე, 4 ოქტომბერი. არ დავასრულოთ ბატონ გიორგი, არა, ვაგრძელებთ 4 ოქტომბერზე საუბარს პირიქით, ამასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა. 4 ოქტომბრის არჩევნები და აქცია ჩაივლის მშვიდად, არავინ იფიქროს კანონის დარღვევაზე. ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურის ახალი მენეჯმენტის ძალას. ეს არის ჩემი რჩევა, ამბობს ირაკლი კობახიძე. სწორედ აი რამდენიმე წუთის წინ გააკეთა კომენტარი. მოღალატე კაცის ადამიანის, რომელმაც ყველაფერ ქართულს ცდილობს, რომ ყველაფერ ქართულს დაუკარგოს ის, რა ვიცი, ის სილამაზე, ის რაც გააჩნდა ქართულ კაცს ცხოვრებაში და საკუთარი თავის პატივისცემა, ესეთი ადამიანის მხრიდან ესეთი განცხადებები არის დაცინვა კიდე ქართულ სახელმწიფოზე, დაცინვა კიდე თითოეულ იმ პოლიციელზე, იმ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებზე, ვინც დღეს მსახურობს და ვინც უნდა იცავდეს რეალურად ადამიანების ინტერესებს, უნდა იცავდეს ადამიანებს იმ დანაშაულისგან, რომელი დანაშაულიც ქვეყანაში ხდება, უნდა იცავდეს ჯერჯერობით საოკუპაციო ხაზს და რა თქმა უნდა საჭიროების შემთხვევაში უნდა იცავდეს ჩვენ სახელმწიფოს ყველაფრის ფასად, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი კობახიძის მხრიდან გაკეთებული ეს განცხადებები არის სამარცხვინო, რა თქმა უნდა. გეკადელაძის ძალას გაჩვენებთო, ფაქტობრივად ეს გითხრა კობახიძემ და ჩემი რჩევა არის, რომ კანონის დარღვევაზე არც იფიქრო.
ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, ღიმილის მომგვრელია და უფრო სიამაყეს გვმატებს თითოეულ ადამიანს ის, რასაც ვისმენთ ჩვენ ქუჩაში, რასაც ვისმენთ ყველა გარემოში, ყველა ინტერეს ჯგუფში, ყველა სფეროში, ეს იქნებიან ექიმები, ეს იქნებიან სხვადასხვა სფეროს პედაგოგები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან რა ესე ჯგუფებად, ორგანიზებულად დაირაზმოს ყველა და 4 ოქტომბერს დადგეს ქვეყნის მთავარ მოედანზე. ამისთვის არის მზად ყველა. ჩვენ ხო ვისმენთ განცხადებებს, ბევრი ისეთი ადამიანის განცხადებას ვისმენთ, რომელსაც არასდროს ესეთ საკითხზე არ უსაუბრია, არასდროს პროტესტზე არ უსაუბრია, არასდროს მანიფესტაციაზე არ უსაუბრია. ესეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ყოფილან არც ერთ აქციაზე, თუნდაც რაღაცის გამო სახში დარჩნენ და ვთქვათ შინაგანად მხარს უჭერდნენ აქციას, დღეს იმ რაღაცის გამოც არავინ არ აპირებს სახში დარჩენას და ყველა იქნება ქვეყნის მთავარ გამზირზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი და სწორედ ძალიან ბევრი ადამიანი არის დამამარცხებელი რუსული რეჟიმის. ხალხზე ძლიერი არავინ არ არის, ხალხზე ძლიერი არასდროს არავინ არ ყოფილა. ხო გადავხედოთ უახლოეს ისტორიას, გადავხედოთ კიდე იმის წინანდელ ისტორიას, რომ ხალხი ყოველთვის იღებდა გადაწყვეტილებას. ხალხის ძალას ვერავინ ვერ ეღობებოდა წინ და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედაც ასე იქნება. ბევრი ადამიანი დღეს აი ესე ფიქრობს რა, ფაქტობრივად გრძელვადიანად გადაწყვეტილებებს, საკუთარი ოჯახის გადაწყვეტილებებს არიღებენ გრძელვადიანად და 4 ოქტომბერს უკავშირებენ, აი 4 ოქტომბრამდე ცხოვრობს ყველა და 4 ოქტომბერი უნდა იყოს ქვეყნისთვის რაღაცა ახალი ეტაპის დღე. მართლა ბოლო 30 წელიწადში და ბოლო 40 წელიწადში ასეთი გამოწვევა ჩვენ არ გქონია. ასე ახლოს არ ყოფილი ვართ ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვასთან. ასე ახლოს არ ყოფილი ვართ ჩვენ რეალურად ქვეყნის ტრადიციული არჩევანის დაკარგვასთან, რომ ჩვენ ვართ თავისუფალიერი, ჩვენ ვართ ტრადიციების პატივისცემელიერი, მაგრამ ჩვენ ვართ ერი, რომელსაც გვინდა ცივილიზაცია და რომელსაც გვინდა ის განათლება, ის მხარდაჭერა, რომელიც აქვს ცივილიზებულ სამყაროს და ეს არის, რა თქმა უნდა, ევროპა და დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერი იქნება უმნიშვნელოვანესი დღე, სადაც პირველი გადაწყვეტილება, მე დარწმუნებული ვარ, პირველი გადაწყვეტილება და ჩემი შინაგანი სურვილიც არის ის, რომ ყველა ის პატიმარი უნდა განთავისუფლდეს, რომელიც დღეს უკანონო პატიმრობაშია. ქვეყანა უნდა განთავისუფლდეს იმ მარწუხებიდან და მერე უკვე ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა პოლიტიკოს უკვე მიეცემა თავისუფალ გარემოში, ისეთ გარემოში, სადაც CSKO იქნება თავისუფალი, ისეთ გარემოში, სადაც პოლიცია იქნება თავისუფალი, სუსი იქნება თავისუფალი, სასამართლო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იქნება თავისუფალი. ყველას მიეცემა უკვე მერე იმის საშუალება, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს და მან უკვე ამ მრჩეველს შესთავაზოს საკუთარი გზა და საკუთარი ხედვა და ამის მერე ჩვენ შეგვიძლია უკვე თქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ნორმალური სახელმწიფო, ჩვენ გვაქვს ევროპული სახელმწიფო, ჩვენ გვაქვს დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფო. კი ბატონო, გიავოლსკიმაც ისაუბრა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბატონ გიორგი და თქვა, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მიზანი და სცენარი არის, მოკლედ ეს 4 ოქტომბერიო, არაფერი არ შეცვლილაო, უფრო მეტიც ეს რაღაც დაპირისპირება ოპოზიციაში, რომ ვიღაცები არჩევნებში რომ იღებენ მონაწილეობას და ვიღაცები არ იღებენ, რაღაც ფარსი და ტყუილი ქიშპობა იყო და სინამდვილეში აი ნაციონალური მოძრაობა და კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რასაც გეგმავენ, ეგ არის რეალური ამბავიო, ანუ 4 ოქტომბერს რევოლუციის მოწყობა, რასაც მათი სცენარი ამდენი წელია არ შეცვლილაო, ამბობს გიავოლსკი. ახლა გიავოლსკიზე პასუხს ნამდვილად არ ვაპირებ და არც მინდა რომ რაღაცა ქოცების საღლეცინოთ მივცე კიდე რაღაცა თემა, მაგრამ მოდი რა, აუცილებლად უნდა ვთქვათ ერთი რამე. აი ეს არის უკვე სამარცხვინო ის განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ყოველდღიურად იმ პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ვინც აი ამ სპეცოპერაციაში, რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობენ პირდაპირ და ეგრეთ წოდებულ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. რომელ არჩევნებზე საუბრობენ და რომელ გამარჯვებაზე საუბრობენ? აი მაგალითად თელავში 20 მაჟორიტარული ოლქია ადგილობრივ არჩევნებზე და 6 მაჟორიტარულ ოლქში რო ყავთ მაჟორიტარობის კანდიდატი, დანარჩენ 14 მაჟორიტარულ ოლქში მაგალითად რო გადაწყვიტოს ხალხმა, რომ აი უნდა გაიმარჯოს ლელომ, ვის უნდა მისცეს ხმა? იმ ადამიანს სად ვის უნდა მისცეს ხმა, ვინ უნდა უპატრონოს იმ სოფლებს? ხო გვეუბნებიან, რომ აი სოფლები უნდა დავიბრუნოთ, ქალაქები უნდა დავიბრუნოთ, 26 ქალაქი, სადაც მერობის კანდიდატი არ აყავს. ვის უნდა მისცეს ხმა ამ მომრჩეველმა, რო გადაწყვიტოს, აი რო გაგიჟდეს, შეიშალოს ჭკუიდან, არაპირებდა ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობას და გადაწყვიტა და მიდის მაგალითად გურჯაანელი ამ მომრჩეველი. ვის უნდა მისცეს ხმა? ეს არის ყველაფერი ფარსი, ეს არის ყველაფერი სამარცხვინო.
გააჩინო და მათი საუბარი უკვე ცოტა თავი შეიკავონ და ცოტა ის ტონი მაინც შეიკავონ იმისთვის რომ რაღაცა გულზე ჯიხს იცემენ იმისთვის რომ აი თურმე რაღაცა ქვეყნის გადატრიალებას არა დილით არჩევნებზე საღამოს აქციაზე ესეთი გზავნილი ქონდა ირაკლი კუპრაძეს მე არ მესმის ეს ნეტა ის ადამიანი ყველა ოღონდ ძალიან ბევრი არ იქნება ასეთი პატრიოტი ადამიანი ვინც არჩევნებზე მივა ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე მივა მაგათ ნოგონიათ რომ ხალხი დარაზმულია ეხლა და შიდა ოპოზიციური განწყობით მიდიან არჩევნებზე და მერე მიდიან რუსთაველზე არა ეს ხალხი მოდის რუსთაველზე და ეს ხალხი მოვა რუსთაველზე და ის რომ ასეთი განცხადებებით რომ აი ჯერ იქ მივიდეთ და მერე იქ თითქოს რაღაცა შევქნათ იქ მონაწილეობა ეხლა მე მოვისმინე განცხადებები რომ თითქოს ვინც არჩევნებზე არ მივა ბიძინას უწყობს ხელს მოდი რა ლოგიკას შევხედოთ რა ეხლა ხალხი მოატყუოთ თქვენ თუ ვინმეს გინდათ რომ ხალხი მოატყუოთ ხალხი არ ტყუდება ის გლეხი რომელიც შენ გონია რომ იმას რაღაცა შენი მაღალფარდოვანი სიტყვებით მოატყუებ ვერ მოატყუებ მან იცის რას ნიშნავს დღეს ქვეყნისთვის რა არის მნიშვნელოვანი და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გადავარჩინოთ ქვეყანა და არა გადავარჩინოთ ის რაღაცა ამოსასუფთავებელი ისინი რუვია ესე კარგად გაიგებს ადგილობრივი მოსახლეობა და რაღაცა გზის რეაბილიტაციის პროგრამებზე ვილაპარაკოთ დღეს გზის რეაბილიტაცია კი არა ქვეყნის გადარჩენაზე უნდა ვილაპარაკოთ და ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს და არა შეყოლა იმ ფარსში ეხლა მოვრჩები ამით და კიდე ერთხელ ვიტყვი იმას რომ ნებისმიერი განცხადება რომელიც კეთდება დღეს რუსული რეჟიმის მხრიდან ეს არის განცხადება რაც დამყარებულია მხოლოდ და მხოლოდ შიშზე და დამყარებულია საკუთარი თავის გამხნევებაზე მათ ძალიან კარგად იციან საკუთარი მეზობლების აზრი ძალიან კარგად იციან საკუთარი ბიძაშვილების აზრი მამიდაშვილების ნათესავების კლასელების მათი დღეს ნებისმიერი ავიღოთ რა ქვია კოცი ხელისუფლების წარმომადგენელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენელი აიღოს ტელეფონი და საკუთარ კლასელებს გადაურეკოს 30 კლასელი და რამდენი მიდის 4 ოქტომბერს იმ აქციაზე რომელი აქციაც იქნება ქვეყნის გადარჩენისთვის. აი ესეთი შიდაჭის ჩაატა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან მათ და იმიტომ არის რომ საკუთარ თავს იწყნარებენ. კიდევ ვიმეორებ ნიშნულოვანია რომ იყოს ბევრი ადამიანი, იქნება ბევრი ადამიანი. ნიშნულოვანია რომ იყოს შეიცვალოს ხელისუფლება, დარწმუნებული ვარ ის მუხტი, ის ხალხის აქტიურობა, ის ხალხის შემართება, ის ხალხის მასა ამ ყველაფერს გადააწყვეტინებს ივანიშვილს და უკან დაახევინებს. რეგიონებიდანაც ელოდებით ხალხს 4-ში ხომ არ გაქვთ რაიმე არ ვიცი ან კონტაქტი კომუნიკაცია იმიტომ რომ ვიცით რომ კამპანიის სახით ბლევან ხაბეიშვილიც ბატონი პატრონაძეც დადიოდნენ რეგიონებში რეგიონებიდან ველოდებით კი არა მე არავის არ ველოდებით საქართველოს ელოდება სამშობლო ელოდება ხალხს რეგიონებიდან და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება რეგიონებიდანაც რა ვიცი ამას ყოველდღიურად ვისმენთ ყოველდღე გვაქვს ადამიანებთან ურთიერთობა შენ რომ არ მოუწოდო ამ შემთხვევაში ჩემ თავზე ვამბობ მე რო არ მოუწოდო მე რო არ მივიდე მე რო არ ვთხოვო ვის რა ჭირდება ჩემი თხოვნა ვის უნდა ვთხოვო ის რომ წამოდი წამოდი შენც პატრიოტი იყავი მეთქი ეს ხო შეურაცხყოფა იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის ამიტომ ყველა იმ ადამიანს ვისაც გათავისებული აქვს რას ნიშნავს დღეს ყოველდღე ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის მმართველობა რომ ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ ჩვენ სახელმწიფოებრიობას დღეს ჩვენ წარმოიდგინეთ ეხლა რა აუცილებლად იმ თემაზეც უნდა შევეხოთ არ გიკითხავთ თქვენ მაგალითად ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი რო გაეროს ასამბლეაზე იღებს მონაწილეობას ხო აი ხა კითხვა იყო ასეთი რომ რა იქნება სათქმელი ხა კახაძეს რო არ ეთქვა ჩვენთვის ჩვენც ხო კარგად ვიცით რომ ეხლა იქ ყაველაშვილი ვინც გლობალურ ეკონომიკურ საკითხებზე ილაპარაკებს რომელზეც რეალურად უნდა ლაპარაკობდეს ხო გაეროს ასამბლეაზე ხო ვერც იმაზე ილაპარაკებს ვერც გლობალურ გამოწვევებზე ილაპარაკებს ვერც კავკასიის როლზე ილაპარაკებს ვერც საქართველოს როლზე ილაპარაკებს მისი გამოსვლა იქნება ჩვეულებრივად რაღაცა განმეორება იმისა რაც მიწერა მაგალითად პრეზიდენტ ტრამპს მიწერა კი არა მიაწერინეს უფრო სწორად რა წერილიც მისცეს ეხლა უფრო რაღაცა აი ცოტა შიგნით შეცვლილი უფრო სახელმწიფოს დამაზიანებელი წერილი იქნება გატანებული რომელიც უნდა წაიკითხოს მან სხვა რა უნდა თქვას ხო როგორ ფიქრობ ყაველაშვილი რატომ მიავლინეს და არა კობახიძე რომელიც კობახიძე დადიოდა ხოლმე ისინი დღეს რუსული რეჟიმი დღეს ქართული ოცნება რუსულ რეჟიმად წარმოდგენილი ქვეყანაში
გაეროს ტრიბუნიდან შეეცდება არა იქიდან წარმოაჩინოს საქართველოს როგორც სახელმწიფო, არამედ იქიდან მაამებლურად წარმოაჩინოს საკუთარი პოზიცია რუსეთის მიმართ და არა გაეროს მიმართ. ეს არის რეალობა დღეს, სწორედ ამიტომ იქნა შერჩეული ყაველაშვილი, ეხლა კობახიძე რო წასულიყო, ისიც ანალოგიურს გააკეთებდა, როგორც ჩანს კობახიძე ამ ეტაპზე თავიდან აირიდა, მაგრამ ძალიან მალე დადგება 4 ოქტომბერი, რომელიც იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე. მშვიდობიანად, ლამაზად, ერთიანად, აქტიურად ახალგაზრდები, მე ჩემი ოჯახით მივდივარ, ჩემი შვილებით მივდივარ. ასე ვიცი მე ჩემს გარშემო ჩემი მეგობრები, რომლებიც საკუთარი ოჯახებით მიდიან იმ აქციაზე, საკუთარ მშობლებთან, მოხუც მშობლებთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად მიდიან, იმიტომ რომ ეს იქნება მშვიდობიანი აქცია, რომელიც ყველაზე ძლიერი იქნება. მშვიდობიანი აქცია ყველაზე ძლიერი იქნება, იმიტომ რომ იქ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი ბოტკოველი საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში და ახლა უკვე უნდა გადავიდეთ შემდეგ სტუმართან, მე როგორც დაგიანონსეთ, საბა ბუაძე არის უკვე სტუდიაში ჩვენთან ერთად. საბა მოგესალმები, მე